კიდე ერთ ვიტყვი რა, ბევრ ბრძოლას მოვიგებთ და ბევრ ბრძოლას წავაგებთ, სანამ ივანიშვილთან ომი არ დასრულდება. ამიტომ არავის არ გავაგოთ, მაგრამ ომი საბოლოოდ ჩემ ეგეც შეიძლება, მაგრამ საბოლოო ომს აუცილებლად მოვიგებთ. ერთი კიდე რაც შემიძლია უთხრა ხალხს არის ის, რომ რა თქმა უნდა ჩვენ პირდაპირ ჩვენი ვალია რომ ბრძოლა გავაგრძელოთ. ეხლა რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რა არ გამოდის და რა არის არასწორი და ამის მიხედვით გავძლიერდეთ და აი ამ გამოცდილებით ამ ცოდნით დავგეგმოთ ჩვენი შემდეგი მოქმედებები. ჩემი აზრით, ერთი ცალსახა მაგალითი რაც უკვე ვახსენეთ, უნდა ავიღოთ ამ მოვლენებიდან არის ის, რომ არ შეიძლება ვადებზე ჩამოვკიდოთ ჩვენი მოლოდინები მათ შორის და მეორე რაც არის ის, რომ არ შეიძლება მხოლოდ ქუჩაში უბრალოდ გამოსვლით ვერ ვიხდით ჩვენი ქვეყნის წინაშე ვალს. ყველამ ვიღაცამ თქვა არ მახსოვს ვინ, მაგრამ უფრო მეტმა ადამიანმა უფრო მეტი უნდა ვაკეთოთ. ეს შეიძლება იყოს მათ შორის თქვენ ახლობლებთან საუბარი, ოღონდ ახლობლებთან საუბარი ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია რა, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ვიღაც ეკონოს, რომ აი ერთ ადამიანთან საუბარი რაც ცვლის, მაგრამ ბევრი თუ ესე ვიზამთ, ცვლის, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ისეთ საუბარი, როცა ჩვენ თუ კი ადამიანი არ არის პარტიის წევრი ან კონკრეტული რაღაც თანამდებობის პირი და ასე შემდეგ, მაგრამ მას მართლა სჯერა, ან უბრალოდ მეორე მხარეს ალტერნატივას ვერ ხედავს, ან ვერ გაუგია რატოა რეჟიმი ცუდი, იმიტომ რომ პროპაგანდა ესეთ ნიაღვარში ამყოფებს, ხო? ჩვენ მათ როგორც ძმებმა, როგორც დებმა, როგორც ადამიანებმა ვისცეც გული შევტკივა, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ერთი გუნდი ვართ, ჩვენ მარტო ვერც 10%, ვერც 20, ვერც 50% ამ ქვეყანას ვერ ააშენებს ისე როგორც საჭირო. ამიტომ ეს მაინც უნდა გააკეთოთ და გავაკეთოთ ყველამ ერთად, გარდა იმისა, რომ ხმა ამოვიღოთ და არც ერთ შემთხვევაში უკან არ დავიხიოთ, რაც უნდა ამას ზიანი მოყვეს ჩვენთვის და თუ ვინმეს უფრო მეტი შეგიძლიათ, იპოვეთ თანამოაზრეები, დაგვიკავშირდით ჩვენც მათ შორის, ჩვენ გარდა კიდე ბევრი გუნდი არის, თუ მაინც და ვინმე ფიქრობს, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია მოსწონს, ხო, მე არ მომწონს არც ერთი, მაგრამ მიბრძანდით და იმათ დაეხმარეთ, რომ მეტი საქმე აკეთონ. ამაში უნდა ჩავერთოთ. ეს არის გამოსავალი.